დონალდ ტრამპმა საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება ირანის წინააღმდეგ ომის მასშტაბური გაფართოების შესახებ. ამავდროულად დღეს ჩვენ გვაქვს ორი ახალი ამბავი. პენტაგონი დიდი ბრიტანეთისთან ერთად ატარებს დახურულ შეხვედრას დასავლეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრებსა და სამხედრო ჩინოვნიკებთან, რომელიც ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების დასაცავად კოალიციის შექმნას ეძღვნება. მაგრამ ფაქტობრივად ეს არის დასავლეთის სამხედრო კოალიციის მომზადება ირანის წინააღმდეგ. ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი შეხვდა თავის მთავარ მრჩევლებს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შესაძლო გაძლიერგების საკითხის განსახილველად, რადგან ამჯერად დასავლელი მოკავშირეები უფრო კეთილგანწყობილნი არიან. მაგალითად, დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა მაინც მისცა ამერიკელებს უფლება გამოიყენონ სამხედრო ბაზები ირანზე დარტყმებისთვის. რაც შეეხება ომის გაფართოების საბაბს, ის უკვე მზად არის. ამერიკული სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მაჯტაბა ხამანაძე ბევრად უფრო მზადაა ბირთვული იარაღის შექმნისთვის, ვიდრე მისი მამა ალი ხამენეი. ამიტომ საჭიროა მისი შეჩერება მანამდე, სანამ ის თავის გეგმებს განახორციელებს. და როგორც მიხვდით, დიდი ომის გარეშე აქ არაფერი გამოვა. ამავე დროს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი სწორედ მაშინ წვავდება, როცა ორივე მებრძოლი მხარე სამხედრო ძალით მიღწევის ზღვარს ეჯახება. სწორედ ამიტომ მოკავშირეების გააქტიურება შეიძლება ძალიან დაეხმაროს შეერთებულ შტატებს ომში. და სწორედ ამიტომ მოკავშირეების გააქტიურება შეიძლება ძალიან დაეხმაროს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მოდით ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად გავარჩიოთ ეს თემა. მაგრამ სანამ გადაცემას დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს YouTube არხი. ჩვენ მივიწერთ 300,000 გამომწერისკენ, ამიტომ მადლობელი ვიქნები პირადად თქვენი გამოწერისთვის. მოდით ამ გამოშვებას დავიწყებ ახლო აღმოსავლეთის ფრონტზე არსებული მდგომარეობის ბოლო სიახლეებით. ირანმა დღეს იერიში მიიტანა ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ერაყში, ქალაქ ერბილის მახლობლად ერაყის ქურთისტანში. ერაყის ან აშშ-ის ხელისუფლებას ეს თავდასხმა ჯერ არ დაუდასტურებიათ, მაგრამ ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანი ცდილობს გეოგრაფიულად გააფართოოს ეს ომი. რადგან მანამდე ის ძირითადად ბარეინსა და ქუეითს უტევდა, შემდეგ იორდანიას ჩართო დარტყმებში, ომანი და ახლა უკვე ერაყსაც ურტყამს. ეს ეხება კონკრეტულად ამერიკულ სამხედრო ბაზებს რეგიონში. ამავე დროს ირანის პროქსი ძალამ იემენელმა ჰუსიტებმა დააზიანეს ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა საუდის არაბეთში, მას შემდეგ რაც საუდიტებმა იემენს დაარტყეს. საუდის არაბეთის კომპანია საუდი არამკოს ნავთობის გადამამუშავებელ ქარხანასა და სხვა ობიექტებზე დარტყმები გასულ ღამეს მიაყენეს იემენელმა ჰუსიტებმა მოძრაობა ანსარ ალაჰიდან. იტყობინებიან, რომ მიზნები დააზიანდა ჯიდის, ჯიზანისა და იამბუს ქალაქების რაიონებში. დარტყმების ადგილზე მასშტაბური ხანძრები გაჩნდა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს ნავთობის ექსპორტს. რამდენიმე საათით ადრე საუდის არაბეთმა იემენს დაარტყა ბაბ ელ-მანდების სრუტის საზღვაო ბლოკადის პასუხად. საუდის არაბეთმა კერძოდ დაბომბა იემენში მდებარე ხოდეიდას პორტი, რომელიც ჰუსიტების ანსარ ალაჰის დაჯგუფების კონტროლქვეშაა. ამავე დროს თავად ჰუსიტებმა განაცხადეს, რომ აგრძელებენ ბაბ ელ-მანდების სრუტის ბლოკადის ზმოკადის უზრუნველყოფის ღონისძიებებს, სწორედ საუდის არაბეთიდან მომავალი გემებისთვის. კერძოდ ტანკერი ტორმი, რომელიც საუდის არაბეთიდან იაპონიაში მიემგზავრებოდა, იძულებული გახდა უარი ეთქვა ბაბ ელ-მანდების სრუტის გავლაზე და ახლა მოუწევს სუეცის არხით, შემდეგ ხმელთაშუა ზღვით და აფრიკის შემოვლით გადაადგილება, რათა აქეთ მხარეს გამოვიდეს. საერთოდ ჰუსიტებმა რეალურად დაიწყეს ბაბ ელ-მანდების სრუტის ბლოკადა, მაშინ როცა ირანელები არმუზის სრუტეს ბლოკავენ. ამავე დროს ამერიკის არმია მოულოდნელად შეამცირა ირანის დაბომბების ინტენსივობა და ეს უფრო გავს ქარიშხლისწინა სიმშვიდეს. თავად დონალდ ტრამპმა გუშინ საღამოს განაცხადა, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება ირანზე უფრო მასშტაბური დარტყმების შესახებ. და აი აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაში ვაშინგტონი ამჟამად თითქოს მოლაპარაკებებს აწარმოებს თეირანთან. და აღნიშნა, რომ ირანი ყოველდღიურად უფრო და უფრო სერიოზული ხდება. მაგრამ მიანიშნა, რომ თითქოს მხარეები კვლავ შეიძლება მოლაპარაკებებს დაუბრუნდნენ. და შემდეგ მოიყვან დონალდ ტრამპის ციტატას. არა, ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება დარტყმების მასშტაბის გაძლიერებაზე. ჩვენ ახლა ვესაუბრებით მათ. ვფიქრობ, ისინი ყოველდღიურად უფრო და უფრო სერიოზულები ხდებიან. ვფიქრობ, ეს უფრო გონივრული პროცესია. მაგრამ სხვა ვარიანტი, ალბათ უფრო მარტივია.
გავაგზავნოთ ის, რასაც ვაკეთებთ და შეგვიძლია ეს ბევრად უფრო მაღალ დონეზე ავიყვანოთ, თუ მოვინდომებთ. ამისთვის მზად ვართ. როგორც იცით, მზად ვართ და სრულ მზადყოფნაში ვართ, მაგრამ დონალდ ტრამპის ასეთი რიტორიკა სულ უფრო მეტად გავს ყურადღების გადატანის მანერს. როგორც დღეს წერს New York Times-ი, ამერიკის სადაზვერვო სამსახურები მიიჩნევენ, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერი, მაჯტაბა ხამენეი ავლენს, ბევრად უფრო დიდ მზადყოფნას ბირთვული იარაღის შექმნისთვის, ვიდრე მისი მამა ალი ხამენეი. გამოცემის ინფორმაციით, მაჯტაბა ხამენეი საჯაროდ ჯერ არ მოუწოდებდა ბირთვული იარაღის შექმნისკენ. თუმცა ამერიკულ დაზვერვამ მიიჩნევს, რომ ის და ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უფრო მკაცრი ირანული ხელმძღვანელობა მაინც ცდილობენ განავითარონ მოწინავე ბირთვულ შეიარაღება. და ამერიკულ დაზვერვაში ფიქრობენ, რომ ეს ქორები, რადიკალები, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსიდან, რომლებმაც ხელში ჩაიგდეს ხელისუფლება, უბრალოდ გადაწყვიტეს ხმამაღლა არ განაცხადონ ამის შესახებ, არამედ ჩუმად განახორციელონ ეს. New York Times-ის თანამოსაუბრეები აღნიშნავენ, რომ დაზვერვის ინფორმაციის დიდი ნაწილი დაფუძნებულია მონაცემებზე, რომლებიც ომამდე იყო მიღებული. დაჯვრის მიღების შემდეგ მაჯტაბა ხამენეიმ შეზღუდა საჯარო აქტივობა და კომუნიკაციები, თუმცა დაზვერვის შეფასებით ის კვლავ განაგრძობს ქვეყნის მართვას და მაინც იღებს გარკვეულ გადაწყვეტილებებს. თუმცა ამ გადაწყვეტილებებს უმეტესობა თავის თავზე აიღო ქსირმა. მაგრამ არსი ისაა, რომ ბოლო კვირებში ირანმა აქტიურად დაიწყო ბირთვული ობიექტების აღდგენა. ხოლო ერთ-ერთი მათგანი, კირკის მთა, სადაც ურანის გამდიდრების ცენტრიფუგებს მალავს, აქტიურად დაიწყო ბეტონითა და მიწით გამაგრება. რათა კიდევ უფრო მეტად დაიცვას მომავალი სავარაუდო დარტყმებისგან. ამერიკელი ოფიციალური პირების ინფორმაციით, ირანმა ცენტრიფუგების ნაწილი კარგად დაცულ მიწისქვეშა კომპლექსში გადაიტანა, რომელიც აშშ-ში ცნობილია როგორც Pickaxe Mountain, ან როგორც მას ტრამპი უწოდებს, მთა მაუნთინი, რათა შეინარჩუნოს. გრა კირკი, чтобы сохранить. დანადგარები ამერიკული დარტყმებისთვის მიუწვდომელი იყოს. ამასთან ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ თეირანს ჯერ არ განუახლებია ურანის გამდიდრება და სრულად არ აღუდგენია ბირთვული პროგრამა. თუმცა ესეთი გეგმები აშკარად იკვეთება. როგორც წერს New York Times-ი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერის უფრო მკაცრი პოზიცია შეიძლება დამატებითი არგუმენტი გახდეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის შემდგომი ესკალაციის სასარგებლოდ. და მე ვიტყოდი, ეს შესანიშნავი საბაბია ესკალაციისთვის შეერთებული შტატების მხრიდან. მით უმეტეს, რომ ეს უბრალოდ ასე არ ხდება. ამერიკული პრესა უფრო აქტიურად წერს სწორედ ამ გორა კირკზე და იმაზე, რომ ირანი კვლავ ბრუნდება ბირთვულ თემატიკაზე. და ამ ფონზე გახდა ცნობილი, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მოიწვია თათბირი, რომელშიც მონაწილეობდნენ მთავარი მრჩევლები და სამხედროები და ასევე მინისტრთა კაბინეტის წევრები, რათა მათთან ერთად განეხილა ირანთან სამხედრო დაპირისპირების ესკალაციის შესაძლებლობა. ამასთან, როგორც უკვე ვთქვი, ამ გამოშვებაში ცოტა ადრე, ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და ამათა ციტატა: ახლა ირანელებთან ვსაუბრობთ. ისინი ყოველდღიურად უფრო სერიოზულები ხდებიან, აშკარა მიზეზების გამო. გახსენებთ, ამერიკა, ირანი, ზავი და მოლაპარაკებები დაახლოებით 2 კვირის წინ ჩაიშალა, რის შემდეგაც საბრძოლო მოქმედებები განახლდა. ისრაელი, რომელიც თებერვლის ბოლოს აშშ-თან ერთად ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობდა, მიმდინარე ესკალაციის ეტაპზე ჩართული არ არის და მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ იღებს. ადრე ინტერვიუში პორტალ Axios-თან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს მასშტაბური დარტყმის შესაძლებლობას, რომელიც ყველაზე დიდი იქნება აქამდე განხორციელებულთაგან. ციტატა: მე გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს ვარ. ჩვენ ყველაფერი მზად გვაქვს. შემდეგ ტრამპმა დაამატა, რომ ირანს ჯერ საკმარისი ტკივილი არ უგრძნია, რათა ვაშინგტონის პირობებზე დათანხმდეს. თეთრ სახლში შეხვედრის დროს ასევე განიხილეს თეირანზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერების შესაძლო სცენარები და შემდგომი ესკალაციის პოტენციური შედეგები. და აი, თეთრ სახლში თავარ რისკებს შორის დაასახელეს შემდეგი: ირანის შესაძლო საპასუხო თავდასხმები ამერიკულ ობიექტებზე ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის თავად ტრამპის ქონებაზე, ასევე არმურის სრუტის რაიონში საზღვაო მიმოსვლის უსაფრთხოებისთვის საფრთხეები და რისკი იმისა, რომ კონფლიქტი გადაიზრდება მასშტაბურ რეგიონულ დაპირისპირებაში, რომელშიც აშშ-ისა და ირანის მოკავშირეები ჩაერთვებიან. მაგრამ სხვადასხვა ეს უკვე ნელ-ნელა იწყება.
ტრამპმა გაეცნო სამხედრო ხელმძღვანელობის, დაზვერვისა და ადმინისტრაციის წევრების შეფასებებს, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება სამხედრო ოპერაციის გაფართოების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა. ამასთან წყაროები აღნიშნავენ, რომ მიმდინარე ეტაპი შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მთელი ომის დაწყებიდან. მაგრამ დონალდ ტრამპის შეყონება გასაგებიც არის. ირანი უკვე აფართოებს დართმების გეოგრაფიას და საჭიროა ყველა არსებული ძალის შეფასება, რათა კიდევ უფრო არ გამწვავდეს სიტუაცია, თუ საკვარისი ძალები არ იქნება პასუხისთვის. და სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო. ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი გეგმავენ მომავალ კვირას ლონდონში მაღალი დონის შეხვედრის გამართვას, რომელიც მიეძღვნება პოტენციურ საერთაშორისო სამხედრო კოალიციას არმურის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების დასაცავად. ანუ ამერიკის შეერთებული შტატები მაინც ცდილობს ოპერაციაში ევროპელი მოკავშირეების ჩართვას, რომელთაც შეგახსენებთ ტრამპმა არაერთხელ შეურაცხყო. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ კომერციული გადაზიდვების აღდგენა არმურის სრუტეში არის ნებისმიერი სტრატეგიის საკვანძო ელემენტი, რომელიც აშშ-ს ომიდან ირანთან გამოსვლისა და გლობალური ენერგეტიკული ბაზრების სტაბილიზაციისკენ არის მიმართული. ევროპელი დიპლომატების თქმით, პენტაგონის მიერ მოწვეულ ღონისძიებაში პოტენციურად მონაწილეობას მიიღებენ დასავლეთისა და რეგიონის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები. ანუ საუბარია სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრი პიტ ჰექსეტი და შეერთებული შტატების არმიის გაერთიანებული შტაბების კომიტეტის თავმჯდომარე გენერალი დენ კეინი ასევე გეგმავენ იქ პირადად დასწრებას. ასევე თეთრი სახლის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ აშშ-ს და დიდი ბრიტანეთი აპირებენ ასეთი კონფერენციის მოწვევას უკვე მომავალ კვირას. და აქ ჩნდება კითხვა, რატომ სჭირდება აშშ-ს ომის გაფართოება მოკავშირეების ჩართვით? როგორც ჩანს, თუ შევხედავთ სიტუაციას, ბოლო 4 დღის განმავლობაში ირანის მხრიდან თავდასხმები სავაჭრო გემებზე ჰორმუზის სრუტეში არ ყოფილა. აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მიზეზი ის არის, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი ჰორმუზის სრუტის რაიონში პრაქტიკულად მთლიანად განადგურდა ამერიკული დარტყმების შედეგად. თითქოს ისინი სიამოვნებით განახორციელებდნენ თავდასხმებს, მაგრამ ამის შესაძლებლობა აღარ აქვს. სხვა ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ირანს კვლავ შეუძლია ამ რაიონში გემებზე თავდასხმა, მაგრამ ამავდროულად სუნთქვას იკავებს მოსალოდნელი ესკალაციის წინ. ზუსტად 4 შაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიმუქრა, რომ დაბომბავდა ხიდებსა და ელექტროსადგურებს, მათ შორის თეირანში, თუ ირანი ახალ დარტყმებს მიაყენებს გემებს ჰორმუზის სრუტეში. ირანმა საპასუხოდ მუქარები გამოთქვა სპარსეთის ყურის ქვეყნების ინფრასტრუქტურის მიმართ, ანუ იმ ქვეყნების, რომლებიც აშშ-ს მოკავშირეები არიან. და მას შემდეგ, რაც ომანს, ირანსა და კატარს შორის ამ საკითხზე ახალი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ივლისის დასაწყისში სწორედ ამ სამმა ქვეყანამ სცადა შეთანხმება, თუ რა გაეკეთებინათ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. მალევე ამის შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი თეირანში ჩავიდა კონსულტაციებისთვის და ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსმა მაშინვე დაიწყო გემების დაბომბვა ჰორმუზის სრუტეში. მაგრამ გუშინ პარასკევს თეირანში კვლავ ჩავიდა ომანის დელეგაცია, რათა განიახლებინათ მოლაპარაკებები სრუტის ხელახლა გახსნის მექანიზმზე. არაქჩიმ პარასკევს განაცხადა, რომ მან სხვადასხვა ინიციატივები და წინადადებები განიხილა თავის პაკისტანელ კოლეგასთან, რომელიც შუამავლობს ამერიკა-ირანის მოლაპარაკებებში. და შემდეგ არაქჩის ციტატა. პრობლემა ჩვენსა და აშშ-ს შორის არა შუამავლის არარსებობაშია, არამედ ამერიკის მიდგომაში. ირანი არ დაემორჩილება აშშ-ს ზეწოლას და დაიცავს თავის ინტერესებს ჰორმუზის სრუტეში. სანამ არ დაკმაყოფილდება ირანის ხალხის კანონიერ მიზნები და მოთხოვნები, სრულიად ბუნებრივია, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს კურსს. საერთოდ ირანელები არ არიან მზად დათმობებზე წასასვლელად, მიუხედავად აშშ-სა და მისი მოკავშირეების ყველა მცდელობისა მიაღწიონ რაიმე შეთანხმებას. გახსენებთ, რომ ამერიკელები უკვე მიანიშნებენ, რომ ისინი თანახმარიან ირანმა აიღოს გადასახადი გემების ჰორმუზის სრუტეში გავლაზე. ოღონდ ეს ფული წავიდეს რაღაცა ცალკე ფონდში, საიდანაც შესაძლოა ამერიკელებიც მიიღებდნენ რაღაცას. ამიტომ წყაროების თქმით, აშშ-ში ახლა სურს გააღრმაოს ის დისკუსიები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა წამოიწყეს სხვადასხვა ქვეყნებთან ბოლო თვეებში. ჰორმუზის სრუტისთვის
პოტენციური საერთაშორისო სამხედრო კოალიციის შესახებ. ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომელიც ბევრმა ქვეყანამ წამოაყენა, არის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა სრუტეში. რათა ხმელეთზე პირობები იყოს საკმარისად უსაფრთხო, საერთაშორისო საზღვაო მისიის ჩასატარებლად. ცხაროების ცნობით, აშშ სურს, რომ მათმა მოკავშირეებმა რეგიონებში რესურსები გაგზავნონ. ასევე მაგალითად ნაღმგამწმენდი გემები, სამხედრო საზღვაო ხომალდები და უპილოტო აპარატები, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზღვაო მარშრუტების უსაფრთხოება. მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა. ამერიკელებმა უკვე სცადეს საკუთარი საზღვაო მარშრუტის შექმნა ჰორმუზის სრუტეში, ომანის სანაპიროს გასწვრივ. ისინიც კი გარანტიას იძლეოდნენ, რომ თუ ტანკერები ირანის სანაპიროდან მოშორებით გაივლიან, ისინი თითქოს დაიცავენ მათ. შედეგად ირანმა რამდენიმე ესეთი გემი ომანის სანაპიროსთან დაარტყა და ჰორმუზის სრუტე ისევ დაიხურა. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ სრუტეში დღეში მხოლოდ 3 გემი გადიოდა. და სწორედ ახლა მთელი არსი იმაშია, რომ აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტი მწვავდება ზუსტად მაშინ, როცა ორივე მებრძოლი მხარე იმ ზღვარს ეჯახება, რასაც სამხედრო ძალით მიღწევა შეუძლიათ. კონფლიქტი ამ კვირაში გაფართოვდა მას შემდეგ, რაც ირანის მოკავშირე მებრძოლებმა იემენში დაიწყეს დარტყმები გემებზე, რომლებიც გადიოდნენ წითელ ზღვაში არსებულ მნიშვნელოვან კვანძურ წერტილში, ბაბ ელ-მანდების სრუტეში. ამან ხელი შეუწყო ნავთობის ფასის ზრდას $100-ზე ზემოთ ბარელზე, რაც ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად მოხდა. აშშ-ო за последние 2 месяца. თავის მხრივ ბოლო დღეებში აშშ-ომ გააძლიერა დაბომბვის კამპანია ირანში. დარტყმებს აყენებს მთელ ქვეყანაში. ეს არის საბრძოლო მოქმედებების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელმა ზოგადად დაიწყეს ირანის დაბომბვა თებერვლის ბოლოს. მაგრამ პრობლემა, რომელიც ვაშინგტონსა და თეირანს უდგათ, ისაა, რომ ორივე მთავრობამ აჩვენა ესკალაციისთვის მზადყოფნა. მაგრამ არც ერთ მათგანს არ შეუძლია მეორეზე გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. შიხის ზრდის რისკს, რომ აშშ და ირანი შეიძლება ჩაებან ახალ თვეების ომში, რადგან ორივე მხარე ცდილობს შექმნას ზეწოლის ბერკეტები და მეტი მოკავშირე მიიზიდოს თავის მხარეს. ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობდი, რომ ომი აღარ არის უბრალოდ რეგიონული. ტრამპმა შეიძლება გადადგას შემდგომი ესკალაციის ნაბიჯი და დაარტყას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ირანის, ხიდებისა და ელექტროსადგურების, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს ირანის შურისძიებას გლობალურად მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მთელ ახლო აღმოსავლეთში. თუ ტრამპი ტაქტიკურ ბირთულიერას გამოიყენებდა ერთ-ერთი ობიექტის დასარტყმელად და ექსპერტების თქმით ბომბებს აგრძელებდა по одному из подземных атомных ირანის შემთხვევაში ეს მხოლოდ სიმბოლური დარტყმა იქნებოდა რეჟიმზე. რადგანაც ექსპერტების თქმით, ამ საცავის გარღვევა ამ ეტაპზე შეუძლებელი. ამ კვირაში ირანმა აჩვენა, რომ მას ჯერ კიდევ აქვს მანევრის სივრცე ამ კონფლიქტში, მაგრამ ისიც უკვე იკეთება. ირანის მოკავშირე ჰუსიტების დაჯგუფებამ იემენში განაცხადა, რომ საუდის არაბეთს საზღვაო ბლოკადას უწესებს და ბაბ ელ-მანდების სრუტეში, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აერთებს, საზღვაო მიმოსვლას დაემუქრა. გადაცემის დასაწყისში უკვე განვიხილეთ ეს თემა, ხოლო შემდეგ გამოშვებაში დღეს საღამოს უფრო დეტალურად განვიხილოთ. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეხლა ირანსაც თითქოს აღარ დარჩა მეტი ნაბიჯი ესკალაციისთვის. ანუ მათ ჰქონდათ ესეთი დამალული კოზირი, ეს იყო ბაბ ელ-მანდების სრუტე, მაგრამ ეხლა ჰუსიტებმა მისი გადაკეტვა დაიწყეს. რა იქნება შემდეგ, როგორ გაამწვავონ სიტუაცია, უცნობია. ირანელებმა უდაოდ მიიღეს ესკალაციური უპირატესობა იემენელი ჰუსიტების ქმედებების წყალობით, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ მათ ესკალაციური დომინირება მოიპოვეს. უპირატესობა კი, მაგრამ დომინირება არა, რადგან აშშ-ს ჯერ კიდევ შეუძლია აერჩიოს დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე და ტოტალური ომის მიდგომა, რომელშიც ისინი შეიძლება ეცადონ ევროპელების ჩათრევას. და მაშინ სრულად აშკარა ხდება, რატომ იკრებს პენტაგონი მოკავშირეებს ცალკე მოლაპარაკებზე ლონდონში. აქ მრავალ წერტილს დავსვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ გამოშვება და აჭირეთ ზარის ღილაკს. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ამისთვის მადლიერი ვიქნები. ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი შემოწირულობით ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.